ქართული ოცნება საინფორმაციო დაბომბვის ქვეშ გვაცხოვრებს. მოდი ვნახოთ 16 და 17 ოქტომბრის ნიუსების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შეკრება მანიფესტაციასთან დაკავშირებული კანონები. იმავე დღეს ყაველაშვილმა ხელი მოვაწერა. ეს კანონები ამოქმედდა 17 ოქტომბრიდან. ხედავდით უამრავ ბრიფინგს, სადაც ოცნების სხვადასხვა სახეების შეუჩერებლად ერთიანი მესიჯ ბოქსით აკრიტიკებდნენ და შევარწყობას აყენებდნენ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს, გერმანიის ელჩს, მათ აკაცუკებად, სამარცხვინოებად მოიხსენიებდნენ. ირაკლი ყობახიძე წარადგენს ეგრეთ წოდებულ განათლების რეფორმას. ღარიბაშვილის, ილუგაშვილის ფარცხალაძის ბინებში ტარდება ჩხრეკა. ბრიფინგია შსს-ში, ბრიფინგია სუსში, ბრიფინგია პროკურატურაში, სულ სხვადასხვა თემებზე. 4 ოქტომბერზე გეკა გელაძის ბრიფინგიც ჩაინიშნა და ჩატარდა. გენერალური პროკურატურის ბრიფინგია ღარიბაშვილთან დაკავშირებით. სუსი აკეთებს განცხადებას და დაზუსტებას ღარიბაშვილთან დაკავშირებით. პროკურატურა აკეთებს დაზუსტებას ფარცხალაძესთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის ერთეული გამონაკლისი, ეს არ იყო 16-დან 17-ში მხოლოდ ეს გამონაკლისი, რამაც ყოველდღიურად ჩვენ ვაკვირდებით იმ მოცემულობას, სადაც ქართული ოცნება მთლიანად იპარავს დღის წესრიგს და გვამყოფებს მუდმივად დეზორიენტირებულებს, დაბნეულებს, მუდმივად საგანგებო რეჟიმში მყოფებს და საინფორმაციო დაბომბვის ქვეშ. საერთოდ საიდან მოდის ეს ტერმინი საინფორმაციო დაბომბვა და ვინ არის ამის ავტორი და რა ტენდენციებს იმეორებს ქართული ოცნება. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ საინფორმაციო დაბომბვის ეგრეთ წოდებული flood zone, რაც ნიშნავს დატბორე მთლიანად საინფორმაციო ველი, ამის ავტორი არის ამერიკელი მედია მენეჯერი, პოლიტიკური სტრატეგი და იდეოლოგი სტივ ბენონი, რომელიც 2016 წლის ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, შემდგომ მასთან მრჩევლადაც მუშაობდა და დღეს მდგომარეობითაც ითვლება ერთ-ერთ წამყვან პირად, რომელიც იდეოლოგიურ პროპაგანდისტულ ხაზს ავითარებს ამერიკაში. და შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც ჩვენ დღეს უყურებთ მემარჯვენე პოპულიზმის ინტერნაციონალის ძალიან გაძლიერებულ ვერსიებს, მისი ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი სწორედ სტივ ბენონია. რას გულისხმობს ბენონის მიდგომა, რაც ნიშნავს, რომ უნდა დატბორო მთელი საინფორმაციო ველი. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს შენ უნდა აიღო მთლიანად დღის წესრიგი, იმდენი ინფორმაცია უნდა გაავრცელო, რომ საზოგადოებას, ოპონენტებს, მედიას, ტრადიციულ მედიას არ მიეცეთ საშუალება გიპასუხონ თითოეულ საკითხზე, რადგანაც შენ საუბრობ 5, 10, 15 საკითხზე ერთდროულად და ფაქტობრივად შეუძლებელია რომელიმე მათგანზე აქცენტის გაკეთება, რადგანაც გიწევს მუდმივად თავდაცვის რეჟიმში ყოფნა. ამის მთავარი მიზანი ის არის, რომ ადამიანებს მეხსიერება, ყურადღება, სასაუბრო ჩარჩოები გააქროს მთლიანად და საზოგადოების დეზორიენტაცია თუ ნორმების გაუფასურება გამოიწვიოს. შესაბამისად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აი ამ უწყვეტ მესიჯებზე, ამ უწყვეტ სკანდალებზე, ტროლების, ბოტების კამპანიებზე, fake news-ის ბრალდებით შეფუთვაზე ყველა ოპონენტის, როცა ვსაუბრობთ, რომ ყველა, ვინც მას არ ეთანხმება, არის მტერი, აგენტი, უცხო ქვეყნის გავლენის მქონე პირი და სხვა მრავალი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩნდება სწორედ სტივ ბენონის მიერ დახასიათებულ დატბორე საინფორმაციო ველის ფრაზაში. ჩვენ ამას საქართველოში ძალიან ხანგრძლივი პერიოდი უკვე ვაკვირდებით, თუმცა განსაკუთრებით შეგვიძლია ვთქვათ აი ამ ბოლო 2 წელთან დაკავშირებით და ბოლო 1 წელი ალბათ კიდევ უფრო მეტად მწვავედ დგას ეს საკითხები, რასაც ქართული ოცნება გვთავაზობს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ გზით ისინი ცდილობენ საინფორმაციო მონოპოლია შექმნას, სადაც მხოლოდ ერთი ხმა ისმის, ან ამ ხმაზე მხოლოდ რეფლექსია. იმიტომ რომ სხვა ახალი დღის წესრიგის შემოთავაზება ასე დროს შეუძლებელი ხდება. შედეგად ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც დღის წესრიგი არ იქმნება ხალხის საჭიროებებზე, არამედ დღის წესრიგს ხელისუფლება თავად ქმნის და გვამყოფებს იმ რეჟიმში, რომ გავცეთ მხოლოდ პასუხები. საუბარი აქ აღარ არის სიღარიბეზე, საბინაო პრობლემებზე, უმუშევრობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე. საუბარი მუდმივად არის ერთი მიზნისთვის, რომ მუდმივად უპასუხოთ მათ შეტევებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი თემები შევთავაზოთ, ხო? აქ შეიძლება ვთქვათ ძალიან მოკლედ, რას ემსახურება ხოლმე ქართული ოცნების და რა პრინციპებს გავს შეიძლება ბენონის მეთოდოლოგიას. ეს არის თემების მუდმივი გადაფარვა და დღის წესრიგის წართმევა, როგორც უკვე თქვით, მაგალითად ხელისუფლება როცა უწოდებს სხვადასხვა ჯგუფებს აგენტებს, ან რაღაცა პოლიტიკურ პატიმრებზე ქმნის დღის წესრიგს, ან შიდა სკანდალებს იგონებს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეალური პრობლემა გადაფაროს, ხო? იგივე ჩვენ ბოლო პერიოდში აღერთი ტრაგედია გვახსენდება, იქნებოდა ეს სამირ კვეკოსკვირის რაღაცა თავის დაწვა დევნილთა სამინისტროსთან, იქნებოდა ეს თამარ მეფის ხიდთან ჩამონგრეული ფასადი, რომელსაც ადამიანები ემსხვერპლნენ.
და სხვა მრავალი ხო გურიის ტრაგედია და იქ არსებული პრობლემები რაც იყო და ბევრი სხვა და ასეთ დროს ჩვენ ხედავთ სხვა თემატიკებით იცვლება ხოლმე საკითხები შემოდის და მათ შორის ამავე საკითხებზე სხვა ბრალდებულებს პოულობენ და მუდმივად აქეთ თავდასხმის რეჟიმში გადაყავთ საუბარი. თითქოს ვიღაცა არ გამოვიდა სახლიდან და ამას მოყვა თაღლით ჩამონგრევა. თითქოს დევნილთა სამინისტრო ძალიან გამართული საბინაო პოლიტიკა აქვს და უბრალოდ ადამიანები უნდა დაელოდონ თავიანთ რიგს და შეიძლება ეს მხოლოდ ერთეული ტრაგედია იყოს. თითქოს რაღაცა ტრაგედია როცა ხდება, ეს მხოლოდ არის ბუნებრივი კატაკლიზმის და კატასტროფის დამსახურება და არანაირი ბრალი და წვლილი ამას ხელისუფლებას არ მიუძღვის, ხო? ასევე ჩვენ როცა უყურებთ, ჩვენ ხედავთ მეორე ეტაპი ეს არის მთლიანად მედია და სხვა პირები, მათ შორის არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ჯგუფების დისკრედიტაცია მოახდინო, ყველა ჩაყარო ერთიან კალათაშო, ყველა არის პარტიული მტრის აგენტი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი, სადაც აუცილებელია რომ მთელი შენი ინფორმაციული ველი იყოს მოწმენდილი ამისგან და ეს როგორ ხდება, ხო? იგივე ამერიკის შემთხვევაში ძალიან ხშირად ხდება ბევრი მეთოდით, ხო? იქნება და ჩვენთანაც ხშირად ბრიფინგი, იქნება ეს ტვიტები, იქნება ეს Facebook სტატუსები, იქნება ეს პროპაგანდისტების ჩართვა ამ მხრივ, ბოტების, ტროლების გამოყენება ამ მიმართულებით, თითქოს შექმნა იმის, რომ საზოგადოების განწყობა ეს არის მათ მხარეს და ისინი არიან სიმართლის ჭეშმარიტების მთავარი დამცველები. და ცხადია ესეც ძალიან გავს მეორე ეტაპს, მესამე ეს არის დეзინფორმაციული კამპანიები სოციალურ მედიაში, სადაც ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა აი ამ ერთიან მესიჯ ბოქს იმეორებენ ხშირად, იქნება ეს ტრადიცია, იქნება ეს რაღაცა საერთო მტერი, LGBT პროპაგანდა, გარემართველობა და სუვერენიტეტის დაცვა, სადაც მთლიანი ეს დღის წესრიგი აგებულია შოკებზე, სიძულვილზე, შიშის დათესვაზე, ხო? და არაფერი ამას რაღაცა რეალურ პრობლემებთან ბმა არ აქვს და რაზე ჩვენ ვისაუბროთ ეგ სიხარებაზე, უმუშევრობაზე, ამ საკითხების დაძლევაზე აბსოლუტურად არ საუბრობს ქართული ოცნების ეს დღის წესრიგი და ფსევდო გამოსწავლებს თავაზობს ამ შემთხვევაში. ასევე აუცილებელია რომ თუ არ ხარ ხელისუფლებაში, აუცილებელია რომ ინსტიტუტების მიმართ ნდობაში არღიო მთლიანად და თუ ხელისუფლებაში ხარ, ამ პრინციპებიდან გამომდინარე პირიქით ინსტიტუტები ისე გამოიყენო საშენოდ, რომ არავითარი ეჭვი არ დარჩეს იმისა, რომ ისინი შესაძლო ოდესმე მაინც მოიქცნენ დამოუკიდებლად და მიიღონ ჭეშმარიტი გადაწყვეტილებები იგივე სასამართლოსთან დაკავშირებით ამას ხედავთ, პროკურატურასთან დაკავშირებით ამას უყურებთ, იქნება ანტიკორუფციული ბიურო, თუ სხვა მრავალი უწყება, რომელიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში. შესაბამისად, აი ჩვენ როცა ამ ყველაფერს უყურებდით და 16 ოქტომბერზე ვსაუბრობდით, ხო, რომელზეც ვთქვით, რომ ეს არ არის ერთეული გამონაკლისი, ეს იყო ჩვეულებრივი დაბომბვა და ეს გრძელდება მუდმივად ეხლაც, მაგათ ამ 16-ის შემდგომ იყო ბრიფინგები და განცხადებები გზის გადაკეტვის გამო ადამიანების დაკავებაზე. შემდგომ ამის გამართლება, რომ როგორ შეიძლება 61 წლის ადამიანი, თქვა, ქალი, რომელიც ხოდან-ხოდ გზაზე გადადის, კი არ გამოიყვანო გზიდან, თუ ის მართლა არ ყვებს ხო კანონს, როგორც თავად საუბრობ. არამედ დააკავოს საჩვენებლად 10-20 პოლიციელის ჩართულობით გადაიყვანო წინასწარ დაკავების იზოლატორში და შემდგომ ამის გამართლება შეძლო, იქნება ეს ბრიფინგით, იქნება ეს პროპაგანდისტული არხებით და ტროლბოტების დახმარებით, თითქოს აქ ჩვენ ევროკავშირის ელჩის და ევროკავშირის ევრობიუროკრატების პასუხისმგებლობა უნდა დავინახოთ. და ამ დროს ბავშვები ჩვენ ხო მუდმივად პასუხობთ და ისედაც ვერ ვეწევით ამ პასუხების გაცემაში, იმიტომ რომ 15 საკითხს ერთდროულად შემოგთავაზებს ქართული ოცნება, ფაქტობრივად შეუძლებელია ყველას უპასუხო და ეს პრობლემა ცხადად ჩანსდათ. საინფორმაციო დაბომბვის ციკლი უნდა დასრულოს ხოლმე ერთი გზით, უფრო მეტად რეალური პრობლემების დღის წესრიგში შემოტანით და ამაზე რეალური პასუხების მოფიქრებით. სხვა შემთხვევაში ჩვენ უყურებთ, რომ ყოველდღე გეკა გელაძე გამოვა ბრიფინგით, შალვა პაპუაშვილი დაწერს სტატუსს და იქ მოთაგავს ევროკავშირის ელჩს, შემდეგ პროპაგანდისტები დაწერენ, რომ 61 წლის ადამიანის გზაზე გადასვლა და დადგომა ეს არის უდიდესი კრიმინალი და საბოლოო ჯამში ვიხილავთ კორუმპირებულ ელიტაზე, მოტირალ ქართული ოცნების მომხრეებს, რომლებმაც თითქოს არ იცოდნენ ეს კორუფცია რო არსებობდა და თითქოს ეხლა გახდა ირაკლი ღარიბაშვილი მტერი და როგორ უღალატა მან ღირებულებებს. თუმცა ამ 13 წელიწადში არასდროს კითხვა არ დაუსვათ პირიქით ის ადამიანები მისი თავი გულხურვალე გულშემატკივრები იყვნენ.